გალმებით მასწავლებლებო, მოსწავლებო და დამსწრე საზოგადოებო. გილოცავთ ახალ სოფლობას. დღეს უკვე მეშვიდე აღინიშნება ახალ სოფლის უკვე ტრადიციებითეული დღეობა. ყველაფერი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ჩვენმა სოფლის მოსახლეობა დაიწყეს წმინდა დედოს ტაძრის საძირკვლის გამაგრება. მონაწილეობა ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო, თავისი შემოწირულობით, შრომით. ამ ამბის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს ეს ამბავი ტრადიციული სოფლით აერთიანოს. მაგრამ რადგანაც მამადავითის კურსავით, რადგანაც სოფელს არ ჰქონდა დღესასწაული, გადაწყდა, რომ ეს დღე ყოველ წელს უნდა აღნიშნულიყო. მთავარი იდეა ახალსოფლობისა ის გახდა, რომ თუნდაც ერთი კარგი საქმე გაკეთებულიყო სოფლის მოსახლეობისთვის ახალსოფელში. როგორც იცით, გუშინ გაიმართა მკლავჭიდის და ფეხბურთის შეჯიბრება. გვინდა რომ გადავუხადოთ პირველ რიგში ახალსოფლელებს და ასევე ჩვენი მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც, რომელმაც ამ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო. ახლა კი გვინდა წარმოგიდგინოთ გუშინდელი შეჯიბრის გამარჯვებულები ახალსოფლიდან მკლავჭიდში. ესენი გახლავთ: ახაბრიშვილი გიორგი, ავთანდი ხოხობაშვილი, გუგა ტორაძე და მახო აკოფაშვილი. რაც შეეხება ფეხბურთს, უნდა აღინიშნოთ და სიამაყე გვივსებით, რომ გუშინდელი ფინალი მოვიგეთ ჩვენ, კონკრეტულად 3-1. ქართული ხალხური მუსიკა ყოველთვის დაკავშირებული იყო წინაპართა ყოფასთან. მასში არეგელი არის ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სიმტკიცე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა. ქართველები მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის მხიარულებისა თუ მწუხარების დროს. დღეს ზეილია, გვემღერება. სწორედ ამიტომ სცენას ვუთმობთ ანსამბლ იანოს, სიმღერა ფშაური.
აბსოლუტები და ტრადიციები. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც არ ახსოვს, ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არც ახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. როგორც ახალსოფლელები ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ახალსოფლის ისტორია ვიცოდეთ. სწორედ ამიტომ სცენაზე ვიწვევთ ჩვენს მერვე კლასელებს, რომლებიც გაგვაცნობენ ჩვენ სოფლის ისტორიას. ახალსოფლის საინტერესო ისტორია აქვს. მარტყოფელები ახალსოფლის დასახლებას უძველესი დროიდან დიდი წყაროს, ზოგჯერ ოდის წყაროსაც უწოდებენ. იგი თავიდანვე აკრიანის ძირძველ მიწებზე თვით მარტყოფელებმა შექმნეს 1836-1840 წლებში. საქმე შემდეგში 1831 წელს მარტყოფელმა გუგუნაშვილებმა, გოგოჩაშვილებმა, ახაბრიშვილების, პორადების, კუნელაურების და სხვა ზოგიერთი გვარების წარმოადგენება თხოვნით მიმართეს მარტყოფის მომასახი სიმონ შინჯიკაშვილს და სხვა სოფლის მოვყაცებთან ერთად ნებადართად სოფლის მომრავლების მიზნით გადასახლებულიყვნენ კლდის წყაროს წოდებულ მარტყოფისვე უთმის ტერიტორიაზე, იქ თვალყურების გაშინებისა და სხვა სამეურნეო საქმიანობებისთვის. ხოვნა დაკმაყოფილდა და 1831 წლიდან მარტყოფელმა ერთმა ნაწილმა სულ 14 ყოველმა თანდათანობით დაიწყო კლდის წყარო წოდებულ მარტყოფის მიწაზე დასახლება. პირველი, ვინც ახალსოფლის საძირკველი ჩაყარეს იყვნენ ბიძინაშვილები, გოგოჩაშვილები, გუგუნაშვილები, ახაბრიშვილები. მომდევნო წელს მათ ყალს მიჰყვნენ ორაძეები, კუნელაურები, მებაღიშვილები, მეტრეველები, სარაძეები, სამხოციშვილები, მეძეები. ძელა პრობლემა საფრთხეთა წამიან შორის დინარ შორის გამიზიანებული. ძელა პრობლემა საფრთხეთა წამიან შორის დინარ სოცხენსკები გაძინება აღუცენებულ ახალშის მარტყოფელება ახალსოფელი გაარკვევა. ცნობილი მწერალი გიორგი ლეონიძე თავის დროზე ცხოვრობდა ახალსოფლის, სწორედ ახალსოფლის სიყვარულით არის გასხივოსებული მისი მოთხრობა ორი შემოქმედება. თუ კახეთის გზაზე გაგივლიათ, გეცოდინება თბილისის სიახლოვეს ლოჭინის ხევი, ახალ თითქოს ლოჭინის ხევის წყალი მოწარწყარებს, თავდაპირველად ქვიშაზე წვრილად გადმომავალი, ზაფხულის პოპარაკებაში ოდნავ მოჩანს, დაჭრილი პრედის ფრთის ბარტყუნივით ძლივს ხომ მიიგნებს გზას. ამ წყალსაც ახსოვს ჩემი ბავშვი. მამინდა ჩემის განიერ მანქანაში, ჩამოჩხიარებ და ჩამოცინცივებ და უნავო. მე კარგად ისმობს ეს პატარა წყალი. ითქვის მოგიყვება თუ ჩემს ქრომაში როგორ ვესტუმრებოდი ხოლმე მაგდა. რა მოამაგე ვიდან ყავდა ნიკოლოზი და რა მოამაგე ახლა რა კარგი ამხანაგები ყავდნენ იმ სოფელში. საბედა, აზია, ზიზილა, ფესია, მაისა, ლიტრია, ჩიტიფეთა, შოშია, თეზურა, მეთისრა და ვინ მოდის. ნიკოლოზის წნას გარსევას. ისიც ხოვნათესავად მომკვდებოდა. ჩარხიანი წისქვილი ჰქონდა ზღვაში. ჩარხზე წყალი იმსხვრეოდა ალმას ჩქერიდან. ჩამოჯდებოდი ხოლმე წისქვილის გვერდით. ის განეცდილულ კარტის გრიბოში და ხვდებოდი წყლის ქვევით. თითქოს ჩარხზე 1000 ცისარტყელა ყოფილიყო დაფრთხილი. ერთ დღეს წისქვილი მოვლოდნელად დაკეტილი დამხდა, სიბერით დახვეწილი მეწისქვილე ჩამხდა. უეცრევ გარდაცვლილიყო. თითქოს მისცინებოდა ფქვილის ტომებსა და საცალოებს შუა მიწოვრით. ღრმა მოხუც ბალღების თავი არ ჰქონდა, არ გვიგარებდა. გარსევანს მეტად შეეძინა, ამაგდარი ჩამხდა და საქელეხო პურგვინო შეაწილა. მე ძალზე ვუყვარდი და ხშირად გაზეთებს ვაკითხებდა. ეს იამოვნებოდა, რომ ისე პატარა თავისუფლად ვითხულობდი წიგნსა თუ სწორედ ამაზე არის სანამ ხდის წყაროში გადავიდოდი, დედაჩემმა ჩემი საყვარელი მიზახარი გამჭირდა. მოჯამაგირე უჩიო და უმღერს, ეურჩება უარშიოსო. მე კი ძალზედ მიყვარდა. ლამაზი იყო ჩვენი ხალი.
ნოლისფერი, დამასხვალება, მეც უყვარდი თული. ის ერთად ვეკიდებოდი, ბალავს თავაზობდი. არც ერთ სხვა ხარში არ გამოვწივდი ნოლას, მაგრამ რა მექნა, მოვიდა მყიდველი, გახარებულმა აპეული გამოაყო, დასჭირდა ხელსტაცართან. დაუცებ ჭიშკართან, ნოლა ხარმა შემოქმედა. ისეთი თვალებით, რომ კინაღამ იქვე არ გავიგე. დღესაც კი მახსოვს ნოლას საგურავიანი თვალები, ნოლას თვალის გუბები. იმ დღეებში ზებდიანი ვიყავ, ნოლას გაშორებ, აფორი ახებობით. ერთხელ წისქვილს მივაშურე, წისქვილის კარები ღია დამხდა, ჩარხის ზეპრიალებდა. ჩარხიას ნაცვლად ვინმე ახლად გადმობინადრებული მეწისქვილე დამხდა. მე შევხვდი, გაუკარგო უნდა გამობინადრებულიყავ, მაგრამ მას თვითონ დავინახავ, გამიყვავა, გამეცნო. ნარიდა საფნომეთ უნდა რაშტერა, იმ წისქვილი, იმ პატარა წყალი, წისქვილს რომ ატრიალებდა. მაშინა გული გადამიშალა, მეც ჩემი შევშინდე, ნოლა ხარის ამბავი. გულმოდგინედ მომისმინა, თვითონაც ცხენე გადმოსულა, გამიგვიდა, გავიდა ხარი, დავმეგობრდი. რაშტერათა დაცირეთ ამბობდნენ, ის მეცნიერიაო, ვარსკვლავებს ანგარიშობს და მართლაც არა ერთხელ მინახავს, როგორი გატაცებით ჯერყურებდა ხოლმე ვარსკვლავით მოჭედებს. არის ჟუჟუნა სამყარო ვარსკვლავი მიყვარს. ოჯახურას თევებს ის მაცოცხლებს და ხელს გაიშვერდა გვერდმილიანი ვარსკვლავისაკენ. ის კი მეორე შემსავით მიფრინული, გულფრად, არ მიყვარს არა, ღიმილი თითქონა. წისქვილის გვერდით მწვანეზე წამონილი, სამარჯონივით მისჩეროდა ცას, იტაცებდა ვარსკვლავთა დაკამყარება. ვინიცის იქაც არის ქალი და კაცი, იქაც არის ქალაქები. ვინიცის იქაც არის გადარეული სიმბრძე, თუ იქნებ სიღარიბით, იქაც ფას ლოგავს ადამიანი. იქნებ იქ სიკვდილი არც არის, ვინიცის, დასდე და დიდი სიჩუმის მერე. თან მინდა სურვილი გავგზავნო, შევისხავ თემი და გავფრინდებ მზის დედასთან საჩივრებას. ვისუჩივლებ ცხოვრებას, ბოროტ ადამიანებს, ბერებს. ერთ ვერ ვიპოვე ჩემი ვარსკვლავი. საჩივარი კი მართლაც ბევრი ჰქონდა. სიტყვიანი რაჟდენა ბედისაგან დაჩაგრული იყო. ჯერ ცორი მომდგომია, შემდეგ მომსახურეებში ჭლექი შეხვდებოდა. გაიგო, თუმე არსებობს აბასთუმანი, რომლის სამკურნალო ჰაერი მას მოარჩენდა, მაგრამ აბასთუმანი მისთვის მიღწევა ოცნებად რჩებოდა. კლასელებს და ასევე მათი კლასის ხელმძღვანელს, ელენე მასწავლებელს ამ საინტერესო ინფორმაციისთვის. ცეკვა მომხრენა ქართლში დაბადებული. ცეკვა ეს ნამგერწკალია ამ გულში დაგვასებული. ქართველი ცეკვით ამოღავს. იგი თან ცეკვავს გულითაც, ხოლო სხეულით კი არა მოცეკვავია სულითაც. ცეკვა მთიულური.
სკოლის მოსწავლეებს არაჩვეულებრივ ცეკვისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ მათ ეს ცეკვა თავად დადგეს, თუმცა ასევე არის ჯგუფის სახე, ანუ რომელსაც სახელად ქვია. მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა საოცარი ცეკვისთვის, რომელიც თავად დადგეს. ისინი იყვნენ არიან ანსამბლი კოლხიდას წევრები, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ირაკლი ჩიტაია და დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ მას საოცარი მოსწავლეების აღზრდისთვის. კულტურული ძეგლები ჩვენი ქვეყნის სულია, ჩვენი ისტორია, ჩვენი მარატიული ძალა. ისინი გვიყვებიან ჩვენს წარსულზე, როგორ ცხოვრობდით, რა ძმენისანი ვიყავით. ამიტომ ისინი მხოლოდ წარსულის ნაშთები არ არის, ისინი ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ამ მხრივ არ ჩვენი სოფელია ჩამონაკისი, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, რომლის შესახებაც ვალდაკული ვართ რომ ვიცოდეთ, რათა მომავალ თაობასაც განვაცხადოთ. სწორედ ასეთი ნაშთი გვაქვს ეგრეთ წოდებულ მარტიაშვილების უბანში, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოიწია მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი მარტიაშვილმა. გიორგი, გთხოვთ. ქართული ნანგრევები ახალწოდებში. სოფლის გაჩენამდე ამორფა მიწას კლდის წყარო ეწოდებოდა. სავარაუდოდ ეკლესიაც ამავე პერიოდში სოფლის გაჩენამდეა ჩამოყალიბებული, სოფლის ჩამოყალიბებამდეა აშენებული. ძველ დროში, როგორც წესი, ომების დროს მოსახლეობა ტაძარში აფარებდა თავს. ზუსტი თარიღი არ გვინდით, ამიტომ ეს ვარაუდია ეკლესიის ისტორიის დასაწყისი. მე-19 საუკუნეში საქართველოს ძველ პერიოდში, როცა რუსეთის იმპერია აქტიურად დადგა ეკლესიის პირველ სახეს, ეს ორგანიზაცია სომხები იმპერიასთან დიდი ურთიერთობაში იყვნენ. ისინი არიდნენ ხარისხის თავისუფლებას. სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიაში მოვიდა სომხეთი მღვდლის ერგოლა, რომელმაც ადგილობრივ შესწავლაზე გარკვეული პრივილეგიები იმ შემთხვევაში, თუ გვარის სოციალურად გადაიქეთებინა და კათოლიკური ეკლესიის მიიღებდნენ. მოსახლეობის დიდ ნაწილს შემდეგაც ჩვენს ტაძარში დაიწყო კათოლიკური ქრისტიანობის გადაღება. სწორედ ამ მიზეზით მიენიჭა ეკლესიას სომხური სტატუსი. მოკავშირის შექმნის შემდეგ საქართველოში დაიწყო ეკლესიების დარბევა და შეურაცხყოფა. ამ ჩვენი სოფელი ყოფილა გამონაკლისი. ინდოელები მოკავშირეების ხელმძღვანელობით მოხდა ტაძრის დარბევა და მასში არსებული წმინდა ხატების დატვირთვა. 1970 წლებში ეკლესიის გვერდით აშენდა მაღაზია, ხოლო თავად ტაძარი და მისი არსებული ტერიტორია საწოლოდ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დაშენებით. ეს ნალესის მოცილების შემდეგ ეკლესიაში გამოჩნდა ორი პრობლემის გვარი. ეზოში შემორჩენილია საფლავები ქართული წარწერებით, რაც ამყარებს აზრს, რომ ტაძარი თავიდანვე ქართულად იყო აშენებული და არ უკავშირდება სოფელ წესს. მადლობა გიორგის ამ საინტერესო ინფორმაციისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბევრმა არც ვიცოდით. მწვერვალებს ხარი რძისფერ ნისლში ჰქონდა და როდესაც ბარში ვარდი ყავდნენ, თოვლილო ჯავახეთის ფათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები გააოქრა. მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასაზე დაძრწოდა ქარი, მოდიოდა ნინო, თებით მოდიოდა და მოჰქონდა სანაკლელი ვაზის ჯვარი. ჩვენი მე-9 კლასელები წარმოვიდგენენ ინფორმაციას წმინდა ნინოს ტაძარზე.
ჩვენი ეკლესია არა მხოლოდ ადგილია ლოქაცირისთვის, არამედ ის სოფლის გულისცემასა. აქ აღნიშნავს ხალხის დასწავლებს. აქ მოდიან ისინი სიხარულის და ტკივილის პროცესს. იგი იცავს სოფელს და ახსენებს მის მოსახლეობას იმ ფესვებს, რომლებსაც ჩვენი მამა-პაპა ტრადიციად გვინახავდა. ამიტომ გადაპატივს ჩვენი ეკლესიას და ყოველ მის ხსენებაზე სიყვარული და სიმშვიდე ისადგურებს ჩვენს გულებში. ტაძარმა ფუნქციონირება დაიწყო დაახლოებით 2000-იან წლებში. ზუსტი ფაქტი არ იცის, მაგრამ ამ დროიდან ტაძრის წინალაზარისმა ყოველთვის საყვარელი მეუღლე თვითონაც. პირველი სამღვდელო საქმიანობა რეგულარული წირვა-ლოცვების ჩატარება მამა გაბრიელმა დაიწყო. იგი ამ პერიოდში 50 წლისა განმავლობაში თბილისიდან ჩამოდიოდა ყოველ პარასკევს და შაბათს. სწორედ მას შეძინა ლევის იცე უფლის სიყვარულის საფუძველი. ხანში შესულიყო ყვებიან, რომ ამავე ადგილას ოდით განივიწყდა ტაძარი. შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს კი გადაკეთდა. იმ პერიოდიდან გარკვეული დროის მანძილზე აქ ფუნქციონირებდა ფუძე, სადაც ცხოვრობდა. ეს წმინდა ნინოს ტაძარი კვლავ ამაყად გასახა სოფლის გულში. მის გარშემო იკრიბება ერთგული მრევლი, რომელიც რწმენით ათვედებს წინაპართა გზას. ყოველი ზარის თქმა გვახსენებს, რომ სიყვარული, ერთობა და სულიერი სიმტკიცე იყო და დარჩება ჩვენი სოფლის სიცოცხლის წყაროდ. ჩვენი სოფლის ეკლესიაში მოღვაწეობანაო, ნამადანეთი გაარკვევა და თუ შეიძლება რომ ორი რიცხვი გავსაუბროთ თქვენთან. სადაც ასრულებს ეკლესია ადამიანის ცხოვრებაში. ეკლესია ადამიანის ცხოვრებაში, ეკლესიის თარიღი ჩვენი ვიცით რომ ფიგურის გაუგიდან ანტიაგროს მოდელმა უაქცია არჩევნიერი შემდეგ წმინდა ნინოს დროს უკვე მეორე საუკუნის გვერდნახევარში სახელმწიფო ეკლესიას გამოცხადდა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და არასდროსა კათოლიკობა ექვემდებარა. ყოველთვის იყავით ერთგულები, ისა, ყოველთვის იყავით ადგილობრივი სამი. ადამიანების სიხარულის დროშის ეკლესიაში დაუნებული მართვის გუნდისა, ეს მათი ადამიანებს ისწავს და ნუგეშის წევრი. ჩვენ ვიტყვით, რომ სამეუფო ლოცვაში ვიტყვით, რომ მეუფეო ზეცათავა ნუგეშის წევრი. თავარი ნუგეში სადაც შეიძლება ადამიანები იყოს, ეს არის. როგორ შეუძლია შეცვალოს ტაძარმა ადამიანის პიროვნება, ცხოვრების წესი და შედეგები მოყვება მცდელობას. ადამიანს თვლის მატა. შეუძლებელია ადამიანისთვის შეიცვალოს. ივანე ოქროთელი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ასწავლია ადამიანის შეიცვალოს. ეს არის დიდი სასწაული. ადამიანს თავისი ძალებით შეყარშებული. ამას მხოლოდ ეკლესიის მართვის მისაწვდის ანიჭებს, რომელიც არის მოსულთა მკურნალი და ნაკრძალებათა აღმოსა. აქ იმყოფება ჩვენი სოფლის მოსახლეობა, ბავშვები და რას ეტყოდით მათ ეკლესიის მნიშვნელობას. მადლობა გიხსნით ჩვენი სოფლის ახალსოფლის ახალგაზრდობა დადის ადარში ამსარებლობია, მაზრიანებლობია, ეს ყველაზე მთავარია მათ ცხოვრებაში. ზუსტად ესეთ ახალგაზრდებს ემყარებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენს გვაქვს ჩვენი ახალგაზრდების იმედი, ჩვენი ბავშვების იმედი, ჩვენი მომავლის იმედი და ეკლესია მათ ყოველთვის აუკეთესოდ შესწვის, როცა ამას თვითონაც იგეგმებოდა.
მადლობას მოგახსენებთ. სცენას კი ისევ ჩვენს უნიკიერის ასამდია. ხელოვნება თავად უკრავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. 1000 წლეული წლები წარკავენიებული უყოველივეს, მაგრამ ხელოვნის მიერ შექმნილი დარჩება მარადიულად. ჩვენ სოფელში სწორედ ასეთი ხელოვანი ადამიანები ბრძანდება. ჰემონ კუნენაური, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა სტალინის სახლ-მუზეუმი. გთხოვთ ჩვენს მეათე კლასელებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ინფორმაციას სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ. ჩვენ სოფელ ახალსოფელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა თემურ კუნენაურმა საკუთარი ეზოსა და სახლის საკუთარი ხელის და დაუზოგავი ენერგიით შექმნა სტალინის მუზეუმი. ეს არ არის ოფიციალური სახელმწიფო მუზეუმი, მაგრამ გამორჩეულია თავისი შთამბეჭდები და უშუალო ექსპოზიციით, რომელიც წმინდა იოსებ სტალინის სახელს ეძღვნება. მუზეუმი ეზოშია მოწყობილი და შედგება 7 ნაწილისგან. თითოეული მათგანი თემატურად არის გაყოფილი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია მავზოლეუმი, სადაც განთავსებულია სტალინის ცველი ფიგურა, საკუთარი ხელით დამზადებული, რომელიც სპეციალურ მინის ვიტრინაშია. თელეზოში განთავსებულია სტალინის ბიუსტები და ქანდაკებების სხვადასხვა მასალით დამზადებული ფოტოები, პოსტერები და სტენდები, რომლებიც ასახავს სტალინის ცხოვრებას და მმართველობის პერიოდს. სხვადასხვა პირადი ნივთი, მათ შორის ჩიბუხი და ასევე არის ძველი საბჭოთა ეპოქის ნივთები, რომელიც შემორჩენილია და მათ შორის არის მედლები და დროშები. მუზეუმის შექმნა და იდეა. თემურ კუნენაურმა მუზეუმის შექმნა დაიწყო სტალინის სახით თავისი ინტერესის გამო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა ნივთებს, ფოტოსურათებს, ბიუსტებსა და სხვადასხვა ისტორიულ მასალას, რომლებიც უკავშირდება სტალინის ცხოვრებასა და საქმიანობას. მუზეუმის მიზანი იყო სტალინის ისტორიული ფიგურის გახსენება და იმ ეპოქის ატმოსფეროს შემოქმედება. სოფელ ახალსოფელში სტალინის მუზეუმი ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ საინტერესო მოვლენაა. ზოგი ამას ისტორიის შენახვის მცდელობად მიიჩნევს. ზოგი კი სტალინის რეჟიმის სიმბოლოს არ ამართლებს. მიუხედავად ამისა, მუზეუმი იქცა ერთგვარად განსხვავებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ჟურნალისტები და ისტორიის მოხარკეები.
აუცილებელი გახდა მე მინდა არ მინდა ეს როგორც სამსახური როგორც პეტრელი სამსახური და ვიმუშაო ეს შეიძლება მინდა რაღაც ემოციური რაღაც გულური რაღაც საოცარი რამ გავაკეთოს ამის მიმოჭეც კონდიცია მადლობა გმინდა გადავუხადო ჩვენს მეათე კლასელებს ამ საინტერესო ინფორმაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ რომელი ადამიანი იმ ადგილს, სადაც დაიბადა და აღიზარდა კეთილგონიერად ემსახურება და ცდილობს თავისი კუთხე აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს ერთ საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს. ხელს უწყობს მთელი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ახალსოფლის მომავალი თაობა გზად ვართ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს, რომ იყოს ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა. სცენას ვუთმობთ გიორგი მარკიაშვილს, რომელიც წარმოგვიდგენს მუხმარ მაჭავარიანის არაჩვეულებრივ ლექსს საქართველო. მას თქვენ ფიქრობთ, რომ არ მხოლია მტერი რუსთაველს. არ გაქცევია სამშობლოდან სულთან ხუთავებს. გამარტოოდენ უიმედოდ რფობის ბრალია თლომ ქართველმა უცხოეთში სული დალია. იქნებ რფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე. თეიმურაზი არჩილ მეფე ვახტანგ მეექვსე. საბა სულხანი გაახვია ბერის ყაბაში. თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს. მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ფარათაშვილს. ამოხარა სული შიმშილით. იქნებ რფიალმა ჭავჭავაძის ესრულად ყუიანი. და ან მაჩაბაც გაუწოდა ხელი სამიწე, არ იქნებ მასაც სიყვარული სახელი ჰქვია რა მათ შეშალა თის არწივი მოჭუბარეძე. არა, ქართველთა გზა როდის არის ასერიოდი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება. სარკმელს გაახებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენაცება. იქნებ გონიათ დადუნდეს ენა, ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გონი ვარ თანხმობა მოგცეთ. არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა, ესენი როა, ესენი როა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა, კვლავ დაიფუხო საქართველომა. ირიშ რაჟებს, დილა მოვაკრიალა, ყოროლაც და შეასწრება იარად, იწიანად, შირგვიანად, სიანად, საქართველო, ყვავის ყველა ფრიანად, ნაკუწ კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად ყელს, ველებს წყაროს მდელოს მთლიანად საქართველოს, მოთმინების ფიალას, გაწმებია საქართველო, მეტეხოდა დიზმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ის ფარადის საქართველო. მადლობა გიორგის ამ საოცარი და ემოციური შესრულებისთვის. ახლა სცენაზე გვინდა მოვიწვიოთ ჩვენი პატარა მსახიობები, მეშვიდე კლასელები, რომლებიც შემოგთავაზებენ სკეჩს სიტუაცია სოფელში. Ara, gogo, dasala
არა, გოგო, მაგდენ შამპანი. შენი ლექცია ფიდამფერდა ძირცავ ყოფნის მომინდობა და ოფიჩ. დანიელ წარე, მაინც წარე იქვა. ვაიმე, უყურებ, ამ შემატრიკა ჩამეზარდა Facebook-ზე გამოჭება. თავის ფრის მირთმეული საყურები. მე ხიკი გაეცეს, რას გაზიებს ნეტა? ან ჩემს მეტოლაკად აზრად არ მოვარო გამეფიდოცა დავდოდა თავი მოვიწყდა. არჩენი კვარი ეგნა მეცა ის კვადრე სასიკვდილე ეხა ცოლები დაჩებზე და მე კიდე ჩკრა ახალ სოფელში მე გაეცეს მეციგდი არა ვარ ახალ სოფელი არ ყოფილი სულ ახალ სოფელში ვარ არა უნდა ჩავეყარო უნდა გავეყარო შენში მეციგდი არა ვარ თქვენი მხრიდან მარტო მადონა სერვიზის ჭიქები მაქვს მოვწან გავაშფათ მე კი გაგეცე შენ ახლა უყურე ჩვენ მაგილა ჩამეზაბენა Facebook-ზე გამოწიმა თავის ფრის მირთმეული საყურები და შენ ერთი არაფერი არ მომიტანია რაც ახავარ ერთი ძროხებს რომ მიერეკებოდი დილით ყავლის თუ მოწმეტავდი და იმას თუ მომიტანდი თაფლობის დროშიც რუსთავში ვყავდი 3 დღე გამახსენ და ახალგაზრდობა რა სხვანა ის პატრონი ვიყავ მაშინ სხვანა ახალ გულაობდი აგე რა მოგულა სოფო მოგიტანე ხალო აი შევიდა შენ საჭმელია თავი ახასო ალედი ეხლა რაც აგიდა ისათე ეგიდე შედა
ჩვენ შემოგვთავაზეთ გასაგებობას მითიათ რეალობას. ამ აქტივობებს ეს დაგიწყდება თქვენი რითიც შეძლოთ თქვენი პასუხის დაფუძნება. ამ სარეიტინგო რეალობების ყოველ წითელი მითითებით. რეალობა, რომ ახასიათებს ტრანსპორტში სიკვდილიანობის რისკი ყველაზე მაღალია ვიდრე სხვაგან. რეალობა. მითქეთ რეალობა, რომ ახალსოფლელები ბავშვები ყველაზე სპორტსმენები არიან. ნამდვილად რეალობა ეს ფაქტი. მითქეთ რეალობა, რომ ახალსოფლის სკოლის ექიმი ყოველთვის აგვიანებს სკოლაში მოსვლას. რეალობა, რომ მესამე გაზაფხულზე მასწავლებლები მოცეკვავე ბავშვებისგან შორს კარგია. იმიტომ რომ შეიძლება პირიქით ჩვენთან ერთად ზეკვავენ. მითია თუ რეალობა, რომ ისეთი ვიწრო გზა გვაქვს ჯუნგლებში, როცა მანქანა მოდის, გზიდან გადავდივართ. რეალობა, რომ ახალსოფლის ოჯახში შემოსული ახალი ძალი ყოველთვის მელიდებას იკეთებს. ეს ნამდვილად რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფელი რუკაზე არ ჩანს. რეალობა. ეს სხვებისგან განსხვავებულია. რეალობა, რომ ჩვენ სკოლას საუკეთესო დირექტორი გყავს. ამას გამხდოდ აღჭირდება, რა თქმა უნდა, ეს ასე. მითია თუ რეალობა, რომ სკოლაში არასოდეს ვშია. რეალობა, რომ ბავშვებმა მხოლოდ უფროსების მონაკვეთიდან იციან, თუ როგორია დიდი თოვლი. ამ ეტაპზე რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფლებს დილით წითელი მამლები გვაღვიძებენ. მითია ახალსოფლებს მონიდებული მამლები გვყავს. მითია თუ რეალობა, რომ ჩვენ წლის ეკონომიკის გაკეთება ყველაზე კარგად შეგვიძლია. ამ საქმეში ვარ საუკეთესოები. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფლებში ჯუნგლებს იმიტომ ქვია ჯუნგლები, რომ აქ ერთ დროს მადაგასკარის ჯუნგლები იყო გადაჭიმული და ჩვენ დიდი წინაპრები მძლებით ჩხუბობდნენ. რეალობა, რომ რიგები მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა წვიმს. თან მაშინაც არ გვაქვს, მაგრამ მაინც რეალობა ითვლება. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფლები ყველაზე ბუნების მოყარე ხალხი ვარ. რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფლის ყველა ნაწილში განსხვავებული ჰავა და ტემპერატურაა. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფელში ძროხები ფეხით მოსიარულეებს და მემანქანეებზე უფრო პრივილეგირებულები არიან გზებზე. რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფელში მაღაზიიდან ის არ გამომშვებენ, რომ შენ ვისი შვილი ხარ? ნამდვილად რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ მარტყოფის გზაზე საშუალოდ ყოველ ერთ მოსახლეზე 5 იამკა მაინც მოდის. მითია თუ რეალობა, რომ
ჩვენთან თორი წლის გაფრთხილებით საერთოდ მოდის. რეალობა სამწუხაროდ. მითია თუ რეალობა, რომ ახალსოფლებს ბაღში ბავშვები მარტო იმიტომ დაყავთ, რომ მეზობლებთან ერთად თავისუფლად დალიო ჰავა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ გოგოებს. ბავშვებო, თუ შეიძლება რომ სიცხარე შევინარჩუნოთ. მადლობა. დღეს ასევე აღინიშნება ჩვენი დიდი ქართველი მოღვაწის, პედაგოგის და მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეც. ასევე ამ დღესთან არის დაკავშირებული მასწავლებლის ეროვნული დღეც. სწორედ ამიტომ სცენას ვუთმობთ მე-11 კლასის მასწავლეს ბარბარე კახაბურიას. მოგესალმებათ ფაქტისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია გამსახურებელთა მოაზროვნე პედაგოგებს აკისრებს. სწორედ ამიტომ მასწავლებლის ეროვნულ დღეს სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, რადგან ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებელი. მივაგნილი კუთხეები, დავიწყებული სოფლები, საუკეთესო ხუროთმოძღვრების ნიმუში, ხის ჩამონგრეული ეკლესია, ძალის რეკვა, უნაზეს ხმად არის მიჩნეული. მოხუცი ნახეს ჩიქჩიფი, უმწვერვალეს ჭეშმარიტება. დროს პტის ავის მოსვლით მდგომავე, სივრცეს ქცევი, ნიჭს ცოდნა და სარბიელი არაფერს. ცოდნას ნდობა და სიყვარული ვერ შეუძლია. შრომას ნაყოფი არ მოაქვს. სკოლა დავაარსოთ, იხვეწება ამ ქვეყნის ახალგაზრდა შვილი. აქ არის მხოლოდ ხსნა. თქვენ სიღარიბეს იგი უწამებს, ღმერთს იგი შეგაცნობინებს. გაჭირდა ცხოვრება. ისედაც სული კბილით მიჭირავს და მუცელი ორივე ხელით დაგვიჭერია. ყმაწვილის მუდმივა ქადაგობა თიშიდმაც და ეკლესიის გარავანში მაინც ააგო ძალით დახურული, უჭერო და უიატაკო ქოხი, რომელსაც სკოლა ეწოდება. ზუზუნებს ქარი, პაწია ბავშვები სიცივისგან მოკრულ ჩხური ციფები, გაფაზე მაინც წერენ. არ გავცვით სალსა კლდეებსა უკდავების სახედზე და არ გავცვი მეთრე სამშობლოს ამ ქვეყნის სამოთხეზე. ბავშვებს რაღაც ახალი აღიებადება. მასწავლებელს მათი გამომეტყველება ავიწყებს, რომ აქცივა, რომ მოწყვეტილია მეგობრებს, წიგნებს, საყვარელ ადამიანებს. სოფელმა ბავშვებმა შეიგნეს მასწავლებლის ამალი. ერთ წელს მოვიდნენ. ყვავილები, მტრედები და კრავები მოჰყავდათ ძვირფას მასწავლებელთან. მასწავლებელი იწვა. სახეზე სიმშვიდე გადაფრენდა. ბავშვთა ალერსის ვერ დაწვა. ყვავილთა სურნელება ვერ შეიგრძნო. მტრედების ღუმუნი ვერ გაიგონა. ხუჭუჭი კრავები ვერ დაინახა. ხალხი კი ახლა უხდიდა მადლობას და უცხადებდა ამტაცებასა და სიყვარულს. დიდი მადლობა მინდა გადავიხადოთ პედაგოგებს, რომლებიც დღეს ფერისობით მუხლ ჩაუყრანსრევად ემსახურებით სახელმწიფოს და გვეხმარებთ, რომ ჩამოყალიბეთ იმ პიროვნებებად, რომლებიც მომავალში გამოვადგებით ჩვენ სამშობლოს საქართველოს და დავეხმარებით ადამიანებს, რომ მიიღოს სწავლა-განათლება და ჩვენ საქმეში მართლაც მუხლ ჩაუყრანსრევად ვიმუშაოთ. მადლობა. დიდი მადლობა ბარბარეს და მოგახსენებთ იმას, რომ ჩვენ სოფელს უამრავი პროფესიის ადამიანები ყავს. მათ აღიზარდასა და ჩამოყალიბებაში კი დიდი წვლილი მიუძღვით ამ სკოლის 8 წლმოსილ პედაგოგებს. ამიტომ მადლობა ჩვენი სკოლის გარდაცვლილ მასწავლებლებს და წუთიერი თუმილით მივაგოთ მათ ხსოვნა.
მare შევინარჩუნოთ. ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხალოთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც თაობანავად შრომობენ იმისათვის, რომ აღდგენონ წარმატებული და სასახელო თაობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთანაც. ვიფასოს სტუმრებო, გვინდა გესაუბროთ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც პედაგოგი არ გახლავთ, მაგრამ მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ სკოლას დაუწყო. ეს ადამიანი ემსახურება ჩვენი სკოლის უსაფრთხოებას და ამავე დროს ჩვენი სოფლის ცხოვრების უდიდესი ნაწილია. დღეს გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონ პროფესორ მარტიასს. ჩვენს გროულს ის არა მარტო სკოლის დარაჯი, არამედ ჩვენი მეგობარიცაა. მისგან მხოლოდ სიკეთე და სიყვარული იღება. ეს ადამიანი ჩვენი სკოლის ისტორიის მცველიცაა. მან ზეპირაძის სოფლის ყველა კუთხე კულტური. იცნობს ყველა თაობას, ამიტომ გვიყვება უამრავ ფაქტსა და ამბავს. მისი შრომა ფასდაუდებელია ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტე ერთხმად გამოვხატოთ მადლიერება ამ კეთილი ადამიანისადმი. და მივანიჭოთ ჩვენი სოფლის საპატიო წოდების ტიტული. რადგან მიუხედავად მოგეწონება გთხოვთ, რომ მოგზავნეთ Pentru masăulebrez. Gândiți institutul, subfilat, pentru că au comerțul masăulebrez. Am zis pentru că bila cara. Pentru că am zis că am previtat, românul asta uite, pentru că am propus și panos. Zilul, cultura, era ecoal. Ăsta ca și asta da, de la Otrzymał potrzebę decyzji, otrzymał nauczę, dała, otrzymał. Wtedy potrzebę decyzji. A wtedy tak. დიდი მადლობა. ჩვენთვის ეტალონი ხართ მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მოქალაქე, ნამდვილი თანამშრომელი და საუკეთესო თანასოფლელი. დიდი მადლობა რომ იზონა პაპას ისურებ ჯანმრთელობას, გრძელობას და კიდევ ბევრ ახლა ისევ ჩვენს მოცეკვავებს გვინდა დაუწყოთ სცენა. ცეკვა ლაზური.
ჩვენი ნიჭიერი მეშვიდე კლასელები წარსდგებიან სცენაზე ისევ სკეჩით, სახელად სამკერვალო სალონის გახსნა ახალ სოფელში. ამ ხანაგებო, ილოცავთ დღისშესანიშნავ დღეს, ახალ სოფელში სამკერვალო სალონის გახსნას. ეხლა ჩვენი საყვარელი ერავი გვიჩვენებს, თუ როგორი ტანსაცმელი გაატაროს გლეხა, რომლისთვის ყოველი სამუშაო და უხვი დღე დღესასწაულად გადაიქცეს. სოციალიზმთან ახალგაზრდა ქალისათვის მოხდენილი დასაწყისი გასახარი თვალისათვის დაუშვით რა კარგია თავისუფლად რამაზეს აკანოს როგორ შვილის ბაგრატი ჩვენ სოფელში განხორციელდი ბევრი არის ქები. შეუქმნება საწყელი ფიქრობ მოხერხებს. ამ ჯიბეში კლიფ ჩაიდებს, იმ ჯიბეში კრაფის საჭმელი. აქ საფოლე შეინახოს, აქ იმილის საწყელი ნაწილი. აბა ეს ხალათი ნახე. ეს ჩავაცობ მე. როცა კიდე გაიხსნება, როცა კიდე შეიხსნება. უფრო მოსაწყენი და ტანსაცმელი არის. დაამშვენებს ეს. ქოლგას მეტად საჭიროა ხანწრიმა, ხანხანი. ხარდი ახლად მოძულია და ამგვიდით სახელოს, როგორ შემისახება სფაფთიანი საქმე. ასე უნდა ჩაეწოს ახალგაზრდა კაცმა. რადგან მარტო ქალებს შეიძლება მოხდეილად ჩაწერა. გამოსახული კოსტუმში და თავის ფერით. კიდე სტუმარდი ფორცლში მოწოდება ემის. ახალი ვისარო ხარებს გულს, რამაზად ჩაცმა შვენის სულყოლაშისაც სილამეს გულს. კანის 60 მატებს ნეობასთან სილამაზი თავსებს, ვისაც აწვია აცმა, ხელი აქვსავს. მადლობა ჩვენს მეშვიდე კლასელებს. ახლა კი გვინდა რომ ისევ ჩვენი ფოლკლორული ანსამბლი იალნო წარმოგიდგინოთ სიმღერით გაუკრავეთ.
დიდი მადლობა მათამ საოცარი სიმღერისთვის. როდესაც ომზე ვსაუბრობთ, ყოველთვის სევდითა და ტკივილით ვივსებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო პროცენტულად იმაზე მეტი შვილი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირში შემავალმა ქვეყნებმა. მათ შორის არც ჩვენი სოფელი იყო გამონაკლისი, რომელმაც 70-მდე ახალგაზრდა ვაჟკაცი დაკარგა. ძალიან მწუხვართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან გვიამაყება, რომ ჩვენ სოფელში იბადებოდნენ და იბადებიან ასეთი ვაჟკაცები.
სცენაზე ვიწევთ ჩვენს მეხუთე კლასელებს. სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე ამ ყველა სოფლის წყაროზე უმდავების წყალს დალეო წვერვალი ზღვასთან მეგობრობს მზესთან ზვარი და ყანა ჩუქურთმიანი ტაძრები თასუწუდის მიწის სალათ აქ რომ სიმღერას მოისმე გამზრდის და გაგამხნევებს ქართველიც თავის სამშობლოს ჰგავს როცა გაშლის ხელებს ცეკვას გასაქმეც უხდება, უყვარს ბუნებას მოძმეც, თავის ნიჭით და სილაღით, ციდავარს ყდავებს მოწვეთ. ძალა აქვს ვეფხვის ხაოსნის, სიბრძნე წინაპრით მოსკამს, მადლით ამშვენებს სამყაროს, ქართველთა ძველი მოდგმა. სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი, ჯიში მაქვს ისეთი სუსყალი ტიოკებს, სამშობლო არხვალი, რისთვის შიშეთი, ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს ვერაფრით ტიოკებს. სულ რომ არაფერი, გული მაქვს სიმხელა, წმენა მაქვს ისეთი, თემში აზანზარეთ, ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა აღადგეს, საფლავში
ასეთი დედა მყავს, ისეთი შვილები, ყოფნა დამზიანი, როგორ თქვა, ასეთი სამშობლო არ მიყვარს, ასეთი ზღაპრული მთაგორებიან. სულ რომ არაფერი, იქით რომ იყოს და ვერც მყავს ისეთი სრული და ნათელი, ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი. სულ ჩემ გულის მონაწილეა, რაც დაეწკარა რაღაც ლექსები, უმღერს სამშობლოს კიდევ უწყურია და მის სიყვარულს დავემწყებსებ. შობენ მიწაში, ვიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას ნოლის ძირები, სიცოცხლეს ვერსად გავესესხები, თუ სამშობლოსგან გავიწირებით. დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ეს ყვავილები მე დავაგროვე, მე ვარ სამშობლო ჩუქურთის ჭრელი, ვარ ახალი ქართლის თანამედროვე. გულის ნათელი მე მიყოვია, ქართლის დიდების მე ვარ გახვეწ, სამშობლო ჩემი გულის ფესვაა, სამშობლო ჩემი ლექსის სახე, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ, და იმ ეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავხდით ამ ქვეყანაზე.
მიხდით ძალიან დიდ მადლობას და ზოგადად მინდა არაჩვეულებრივი სიტყვაზე მადლზე ვისაუბრო ორიოზე სიტყვით რა არის მადლი როგორც დიდმა ილია მართალმა თქვა მადლი ორ კაცს შორის საქმოსო მადლი რომ მოხდესო ერთი გამწირველი უნდა იყოს და მეორე შემწირველიო თუ ან გამწირველი არ არის ან შემწირველი მადლი არ მოხდებაო და დღეს აი ამ დარბაზში გამწირველნიც ვარ და შემწირველნიც მინდა მადლიანებაზე ვისაუბრო და ამ სიტყვიდან წარმოვგან უჩვეულო სიტყვაზე მადლობაზე მადლიერება მინდა გამოვხატო უფლის მიმართ რომ დღეს ეს საღამო შედგა მადლობა მინდა გადავუხატო უზენაეს რომ აქ შევყარა ერთი ინტერესის გამო მინდა მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე ახალ სოფლობა ალბათ ჩაეკრება საფუძველი და შემდეგ უკეთეს და უკეთეს ღონისძიებებს გავაკეთებ ძალა ერთობაშია მინდა მადლობა გადავუხატო ჩვენს მოძღვარს მამა დავითს რომ აქ მოგზაურდა და გამილამაზა საღამო მინდა მადლობა გადავუხატო ჩემი სკოლის პედკოლექტივს დიდი მადლობა მეგობრებო თქვენ რომ არა ეს არ მოხდებოდა და მინდა მადლობა გადავუხატო მშობლებს ძალიან დიდი მადლობა თქვენი თანადგომა ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე თქვენ მიყვარხართ იმიტომ რომ ასეთ შვილებს ვძით თქვენი და ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას სასიკეთო მომავალს გაუძღვის დიდი მადლობა და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხატო ჩემს მოსწავლეებს თქვენ რომ არა ეს სკოლა იქნებოდა ცარიელი კედლები თქვენი ღიმილი მithბობს ჩემს ცხოვრებას და მილამაზებს ამიტომ მინდა ერთი ლამაზი ლექსი მოგიწყნათ სიურპრიზად ზე ამოდიოდა ვარე ჩადიოდა მამალი ყიოდა ყვავრლი ადიოდა ვიღაცა ჩიოდა ვიღაცა ყიროდა ვიღაცას ციოდა ვიღაცა შიოდა და დრო გადიოდა ვითარცა ღვინო